გამარჯობა კიდევ ერთხელ გესალმებით დარიოს აუდიტორიას და ვაგრძელებთ დაპირებისამებრ ამერიკელი გავლენიანი პოლიტიკური თუ ისე ფიგურების გამოსვლების პირდაპირ ქართულ ტრანსკრიფტს. ყოველგვარი კომენტარის და ინტერპრეტაციის გარეშე თქვენ თვითონ იფიქრებთ. ეს ლევან გახელაძის იდეაა და ჩვენ ვცდილობთ მით განხორციელებას. ამჟამად სკოტ ბესენტი, ამერიკის ფინანსთა მდივანი, ანუ მინისტრი დავოსში სპეციალურად დარიოსთვის ქართულად. მოდი ერთად მოусმინოთ. ბატონო მინისტრო, ნება მომეცით ვაჭრობასა და ტარიფებზე დავიწყო საუბარი. რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ჩამოსვლამდე დააწესა საუბრის ტონი, როცა ჩვენი ევროპელი მოკავშირეების მიმართ ტარიფებით დაემუქრა. სანამ ისინი მხარს არ დაუჭერენ მის გეგმებს გრენლანდიის შეძენასთან დაკავშირებით. როგორ ამართლებს ქვეყნის გადაბარებას, როცა სინამდვილეში დანიამ და გრენლანდიამ განაცხადეს, რომ ეს არ აინტერესებთ? მარია, ვფიქრობ, პრეზიდენტს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს დასავლეთ ნახევარსფეროს უსაფრთხოებაზე და მიაჩნია, რომ ASM არ უნდა გადააბაროს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება სხვებს. ის თვლის, რომ გრენლანდია აუცილებელია ოქროს გუმბათის სარაკეტო ფარისთვის. და ასევე იცით, პრეზიდენტი როგორც ყოველთვის მოქმედების შემდეგაც მოქმედებს. ანუ ნატოს ფარგლებში ვფიქრობ, პრეზიდენტი შეშფოთებულია. რომ თუ გრენლანდიაში შეჭრა მოხდება, ASS მოუწევს გრენლანდიის დაცვა მოუწარს. გრენლანდია სულ უფრო მიმზიდველი ხდება უცხოელი დამპყრობლებისთვის და ის მტკიცედ მიიჩნევს, რომ გრენლანდია უნდა იყოს ASS-ის ნაწილი, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი, ვიდრე ASS-ის. ჩართვა და გახვევა ცხელ კონფლიქტში მოუწლიოს. ასე რომ გრენლანდიას არ მოითხოვება კონდეს შესაძლებლობა, რომ შეაჩეროს ნებისმიერი პოტენციური რაკეტა, რომელიც შეიძლება ASS-ს დაარტყას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გრენლანდია ASS-ს განაშა. მფლობელობაში ASS-ს მოთხოვაც ხდის. ეს არის პრეზიდენტის მთავარი პრეტენზია? ვფიქრობ, ეს და ისიც, რომ ASS-ს აქვს შესაძლებლობა შემდგომში ჩაებას პირდაპირ კინეტიკ ომში თუ სხვა ქვეყანა შეეცდება გრენლანდიაზე კონტროლის დამყარებას და არც ერთი ქვეყანა არ შეეცდება გრენლანდიაზე კონტროლის დამყარებას თუ ASS-ს აკონტროლებს გრენლანდიას. ბატონო მდივნო, რა სიტყვა? ევროპის კავშირი ერთი წუთით გავაჩერებ და ცოტა ჩიქურთული თარგმანია, თარგმანზე ძალიან გაკრიტიკებთ, მაგრამ ამ წუთას ინგლისურადაც საკმაოდ წყვეტილი საუბარი იყო და გეტყვით, რომ აზრი იყო ესეთი, რომ ამერიკა თulis, რომ იმის მაგივრად თუ გრენლანდია დარჩება ამერიკის პროტექტორატის გარეშე, აუცილებლად მოხდება კონფლიქტი და ამერიკას მოუწევს ამ ცხელ კონფლიქტში ჩართვა. და თუ კი ამერიკის პროტექტორატი დამყარდება, კონფლიქტს სამხედრო დაპირისპირებს თავიდან ავიცილებთ. ეს დაახლოებით იგივეა, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობისთვის უკრაინის ესკალაცია არ მოხდებოდა. ამიტომ თუ იქნება ამერიკის პროტექტორატი ავიცილებთ სისხლიან კონფლიქტს, თუ არ იქნება ამერიკის პროტექტორატი, დიდი შანსია, რომ ესეთი ჩართვა მოხდეს. გავაგრძელოთ ბესენტის მოსმენა. წინააღმდეგობას უთევს და აცხადებს, რომ ამ მიზეზით არ დაასრულებს სავაჭრო შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან. მათ უკვე დანიშნეს საგანგებო სამიტი ამ კვირის ბოლოს გრენლანდიის საკითხზე. ზუსტად იმავეს ვიტყოდი, როცა გავიმეორე გასული წლის აპრილში გათავისუფლების დღის შემდეგ, როცა პრეზიდენტმა მთელ მსოფლიოს ტარიფები დაუწესა. ყველას ვეუბნებით, დამშვიდით, ღრმად ჩაისუნთქეთ, არ უპასუხოთ საპასუხო ქმედებით, არ უპასუხოთ. პრეზიდენტი ხვალ აქ იქნება და თავის გზავნელს აუცილებლად გააჟღერებს. მჯერა რომ მას შეხვედრები ექნება და კვლავაც გახსნილი გონებით მივა ამ საკითხთან. ანუ რატომ ასეთი სწრაფი რეაგირება? ანუ ეს ნამდვილად უარია? სხვათა შორის, მარია, ეს თემა ამერიკელი პრეზიდენტების გონებაში უკვე 150 წელზე მეტია ტრიალებს. 101 წელზე მეტია. ანუ მაშინაც კი ჩანდა ეს მოთხოვადობა? ან შეიძლება ითქვას გრენლანდიის სტრატეგიული მნიშვნელობა. და ვფიქრობ, რადგან უფრო მეტი სავაჭრო მარშრუტი გადის გრენლანდიის სიახლოვეს, გრენლანდია სულ უფრო და უფრო ფასეული ხდება. ბატონო მდივნო, უკვე ხედავთ ბაზრების რეაქციას. ამჟამად შეერთებულ შტატებში საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად იზრდება. 10 წლიან ობლიგაციებზე 7 საბაზისო პუნქტითაა გაზრდილი. იაპონიაშიც საპროცენტო განაკვეთები იზრდება. რა სიტყვით ამ ბაზრის რეაქციაზე, რომელსაც ახლა ვხედავთ? მარია, ვფიქრობ, ძალიან რთულია ბაზრის რეაქციის იაპონიაში ენდოგენურად მიმდინარე მოვლენებისგან განცალკევება.
ამგვარად, ბოლო 2 დღის განმავლობაში იაპონიამ ობლიგაციების ბაზარზე სტანდარტული გადახრის მე-6 ცვლილება განიცადა. ეს იქნებოდა ის, რაც იაპონელებში მოხდა. გიგებე 10 წლიანი ობლიგაცია აშეაში 50 საბაზისო პუნქტით ცვლილების ეკვივალენტი იქნებოდა. 10 წამი. ფიქრობ ძალიან რთულია იმის გარკვევა, თუ რა არის იაპონიიდან გადმოღრა. კონტაქტში ვარ ჩემს ეკონომიკურ კოლეგებთან იაპონიაში და დარწმუნებული ვარ ისინი დაიწყებენ განცხადებების გაკეთებას. რაც ბაზარს დაამშვიდებს. მას რა გეგმებია ტარიფებთან დაკავშირებით ევროპაზე? ჩვენ ახლა ვასრულებთ ძალიან კარგ სავაჭრო შეთანხმებას ორივე მხარისთვის. გეგმაა, რომ სავაჭრო შეთანხმება გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ მომავალი წლის 1 თებერვალს იგი აუცილებლად დააწესებს 10%-იან საბაჟო ტარიფს. იმ შემთხვევაში, თუ დანიელები კატეგორიულად არ მოისურვებენ გრენლანდიის კუნძულის დათმობას. და ეს შეეხება იმ 8 ქვეყანას, რომლებმაც გრენლანდიაში ჯარები გაგზავნეს. მაშინ რა თითქვით ნატოს ალიანსზე? გულისხმობ დანია დიდი ხნის მოკავშირეა. ევროპის კავშირი ერთიანად დაუპირისპირდა ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს. როგორ უნდა განავითაროთ ეს, რაც შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულ ნაბიჯად გამოიყურება, მაგრამ ამავდროულად შეინარჩუნოთ ალიანსი. რა არის ნატოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია სინამდვილეში? ეს არის 32 წევრი ქვეყნისგან შემდგარი სამხედრო და პოლიტიკური კავშირი, რომელიც მიზნად ისახავს კოლექტიური თავდაცვის უზრუნველყოფას, საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვას და გლობალური უსაფრთხოების შენარჩუნებას მთელ მსოფლიოში. ევროპის ქვეყნებიც და კანადაც არ ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებას, როგორ იყო მშპ-ს პროცენტული ხარჯა. ახლა ასრულებენ, მათ ჯერ კიდევ ბევრი აუდა საწერ. და მარია, რომ სურათი უფრო ნათელი იყოს, შეერთებულმა შტატებმა 1980-დან დღემდე ნატოს ყველა წევრ ქვეყანაზე 22 ტრილიონი დოლარით მეტი დახარჯა თავდაცვაზე. მოსახლეობის რაოდენობაც დაახლოებით იგივეა. ჩვენ 22 ტრილიონი დოლარით მეტი დავხარჯეთ. ეს ჩვენი სახელმწიფო ვალის 2/3-ია. ევროპელები ამ ფულს ხარჯავდნენ სოციალურ უზრუნველყოფაზე, გზებზე, განათლებაზე და ახლა დროა რომ მეტი გადაიხადონ, რაზეც უკვე დათანხმდნენ. დიახ, ბევრმა მათგანმა უკვე გადადგა ნაბიჯები, მაგალითად პოლონეთმა. ყველამ ესპანეთის გარდა. კარგი. და თქვენ არ ფიქრობთ, რომ არტიკაში უსაფრთხოების შეთანხმება გრენლანდიისთვის საკმარისი იქნებოდა? კი, მე ვფიქრობ, ჩვენ ამას ვხედავთ. ბაზით, რომელსაც დიდი ბრიტანეთთან ერთად წლები ავიზიარებთ. დიდი ბრიტანეთი კუნძულს მაურიტიუსს გადასცემს. ასე რომ კიდევ ერთხელ მესმის, რატომ ფიქრობს პრეზიდენტი, რომ ASS-თვის ჩართულობის მხრივ ჩვენ არ გვინდა კიდევ ერთი დიეგო გარსია ჩვენს ხელში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც თქვენ აღნიშნავთ. ტარიფების მხრივ უკვე რამდენი ფული შეგროვდა ტარიფებიდან. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპის ტარიფებზე არსებული ისტერია შაშან აპრილის შემდეგ შემცირდა. ამჟამად რა არის საერთო მიმდინარე მაჩვენებელი? ეს 100 მილიონ დოლარს შეადგენს მარია. აშშ-ში საბიუჯეტო წლისთვის, რომელიც მთავრდება 30 სექტემბერს, ჩვენ გქონდა საბიუჯეტო შეკუმშვა კალენდარული წლის განმავლობაში. ჩვენ გქონდა ძალიან დიდი საბიუჯეტო შეკუმშვა, ასე რომ დეფიციტი დაახლოებით 200 მილიარდი დოლარით შევამცირეთ. მნიშვნელოვანი მაჩვენებელი არის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში. ასე რომ 2024 წლის კალენდარული წელი იყო 6.9%-ით. ყველაზე მაღალი რაც კი ოდესმე გქონია. გულისხმობ, ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ ქაოსი 6.9%, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რაც კი ოდესმე გქონია, როცა აშშ-ში არ იყო ომში და არც რეცესიაში. ასე რომ 6.9% და 2025 წლის კალენდარულ წელს 5.4%. მე მოუწოდე, რომ ეს მაჩვენებელი პრეზიდენტ ტრამპის ვადის ბოლომდე 3%-მდე დავიყვანოთ და ვფიქრობ ამ გზაზე ვართ. ანუ თქვენ იყენებდით ამ ტარიფებიდან შემოსულ თანხებს დეფიციტის შემცირებისთვის, ხომ ასეა? ეს თანხა შედის საერთო ანგარიშში და მისი დიდი ნაწილი სწორედ ამას მოხმარდა. და კიდე ერთხელ, გასულ წელს აშშ-ში აკიწლიანი ობლიგაციების სარგებელი დაახლოებით 40 საბაზისო პუნქტით შემცირდა. ფიქრობ, საფრანგეთში დაახლოებით 40-ან 50 პუნქტით გაიზარდა. გერმანიაში კი 50-ან 60-ით. აშშ-ში ობლიგაციების ბაზარმა 2020 წლის შემდეგ საუკეთესო წელი აჩვენა. და ისევ თქვენს ნათქვამს დაუბრუნდები, რომ განთავისუფლების დღის შემდეგ აპრილში, მაისში თითქოს სამყაროს დასასრულია. თითქოს ყველა გაღედის არ ერგოს აქტივებს. სწორედ პირიქით მოხდა.
როგორც ფინანსთა მინისტრს მე ზუსტად ვიცი, ვინ არიან ჩვენი ობლიგაციების მყიდველები. და გქონდა უცხოური მონაწილეობის რეკორდული რაოდენობა. და რომ დავაზუსტოთ, ცოტა ხნის წინ მკითხეთ ბაზრის რეაქციაზე, თქვენ არ ფიქრობთ, რომ ბაზრის განაკვეთები გრენლანდიის ამბის გამო მკვეთრად იზრდება? თქვენ ფიქრობთ, რომ რაც იაპონიაში ხდება, მხოლოდ იაპონიას ეხება? დიახ, ვფიქრობ, იაპონიის შემთხვევაში ბაზარმა კიდევ ერთხელ 6 სტანდარტული გადახრის მოძრაობა აჩვენა. და ეს ყველაფერი გრენლანდიის ამბებამდე აქედმოდა. და ვფიქრობ, დანარჩენ მსოფლიოში გერმანიის განაკვეთები იზრდება, საფრანგეთის განაკვეთები იზრდება, იაპონიის განაკვეთები ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბატონო მინისტრო, ცოტა ხანში მინდა მაკროეკონომიკურ თემაზე გადავიდე, მაგრამ ნევართეთ ტარიფებზე კიდევ ერთი წუთით შევჩერდე, რადგან უზენაესი სასამართლოსგან შეიძლება მალე მივიღოთ პასუხი. და რა თქმა უნდა, უზენაესი სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ ტარიფების გამოყენების შესახებ, ეწოდა სადანგებო მდგომარეობის დროს, იპას ფარგლებში. სწორედ ამ მიზეზითაც დააწესეთ ზოგიერთი ეს თარითი. რასელით უზენაესი სამართლებისგან? შესაძლოა მათგან პასუხი დღეს დილით ან ხვალდილითაც კი მივიღოთ. თუ ისინი თქვენს წინააღმდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა ალტერნატივები არსებობს მსგავსი შემოსავლის მოსაპოვებლად 100 მილიარდი დოლარის, რაც უკვე შეძლეთ შეგეგროვებინათ? არიან, ფიქრობ, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ უზენაესი სასამართლო პრეზიდენტის ხელმოწერილ ეკონომიკურ პოლიტიკას გააუქმეთ. თავდაპირველადაც ასე არ მოიქცა ACA-სთან, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ობამა ქეარი. მათ ეს ცოტა ხნის წინაც დაადასტურეს. და მთავარი პრობლემა აქ ისაა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა IEPA გამოიყენა როგორც მოლაპარაკებების ბერკეტი გეოპოლიტიკურ და საგანგებო სიტუაციებში. თუ გადავხედავ წარსულს, პირველი IEPA-ის ტარიფები ფენტანილის ტარიფები იყო. ეს შეეხო მექსიკას, კანადასა და ჩინეთს. და თუ ფენტანილი არ არის ეროვნული საგანგებო მდგომარეობა, მაშინ არ ვიცი რა შეიძლება იყოს. ყოველწლიურად 1-200,000 ამერიკელი იღუპება. და ამის გამო მექსიკა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჭდა. კანადაც მოლაპარაკების მაგიდასთან დაჭდა. ჩინეთიც, რომელიც ექსპორტირებს ან აწარმოებს ამ პრეკურსორ წამლებს, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან აღმოჩნდა. და ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან შემცირებას ამერიკელი ხალხის დაცვის კუთხით. 8 ოქტომბერს ჩინეთის მთავრობამ გამოაცხადა იშვიათი მიწების ექსპორტის კონტროლი მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ აშშ-ზე. ეს კი ინდუსტრიულ კრახს გამოიწვევს. პრეზიდენტმა ჩინეთს 100%-იანი ტარიფები დაემუქრა. თუ ამას გააკეთებდნენ. ჩემი ჩინელი კოლეგა, რომელიც ძალიან კარგი მოლაპარაკე იყო, რამდენიმე დღით გაჩუმდა. ჩინელები მაშინვე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და ექსპორტის კონტროლი ერთი პატარა პაუზა მინდა ისევ გავაკეთო. აშკარად გამოსწორდა სიტუაცია, თითქოს ისწავლა ხელოვნურმა ინტელექტმა ბესეთის ენა, უფრო გასაგებია ვიდრე პირველ ნახევარში და მინდა ეს აშშ-ში როდესაც ამბობს, ეს ნიშნავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, უბრალოდ პირდაპირ თარგმნის ძალიან ჭრის ხურს ესეთი ჩიქორთული ქართული, მაგრამ აზრი მაინც გასაგებია და ბესეთი როცა ეკონომიკას ეხება, ეკონომიკაში დაინტერესებული და ჩახედული ხალხისთვის ალბათ არ არის რთული გაგება რას ამბობს. გავაგრძელოთ მოსმენა. წლით გადადეს. და პრეზიდენტმა ტრამპმა დაჟინებით მოითხოვა, რომ მე მთელ მსოფლიოს სახელით მემოლაპარაკა. ასე რომ, იცით, რაც შეეხება აშშ-ს. ლიდერობას, ასე გამოიყურება აშშ-ს, ლიდერობა შეძლო ზაიფას ტარიფების გამოყენება, რათა მთელი ინდუსტრიული სამყაროსთვის ემოლაპარაკა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იხარია, რომ ჩინეთი ახსემეკ. ახლა ისევ ჩინეთზე დავბრუნდები. მაგრამ სანამ აქ ვართ, რა არის უახლესი ვადები იმ დიდად ნანატრო ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებაზე ჩინეთთან? გუჩინ საღამოს დაოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მე პირადად შევხვდით ჩემს ჩინელ კოლეგას, ვიცე-პრემიერ ჰუ ლიფენგს, რათა განგვეხილა მნიშვნელოვანი საკითხები. მან მითხრა, რომ სწორედ ამ კვირაში დაასრულეს სოიოს შესყიდვები და მომავალ წელს 25 მილიონ ტონას ელოდებიან. თავაზობდი, იქნებ ცოტა მეტი ეფიდეთ. პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის ახსენებს ამას პარტიის თავმჯდომარე სისთან საუბრისას. და მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც თქვეს რომ გააკეთებ. მოდიან იშვიათი მიწის მაგნიტები, თუ შეზღუდვებს აწესებენ ამაზე. რადგან შარშან იყო ცნობები, რომ ჩინელები ამბობდნენ იშვიათ მიწებს გავაგზავნით, მაგრამ არ გავაგზავნით იმ კომპანიებში, რომლებიც თავდაცვის სექტორთან და აშშ-სთან არიან დაკავშირებული. სამხედრო სექტორთან. ისინი მიედინებიან როგორც მოსალოდნელი იყო. ჩვენ შესრულების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ეს 80%-ია, რაც ჩემი აზრით საკმაოდ დამაკმაყოფილებელია. ანუ არ შეუჩერებიათ, თუნდაც თავდაცვის კომპანიებისთვის, გონი იაპონიასთანაც სადოსამის გაგაგება.
იაპონიასა და ჩინეთს შორის მცირე დაპირისპირება იყო იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებების გამო. ამერიკის შეერთებული შტატები ამას განაცვლი. კარგი, მოდი მაკროეკონომიკაზე ვეუბნებოდეთ. ბაშიშ, ეკონომიკა როგორც ჩანს, ბევრად უკეთესად მუშაობს, ვიდრე ბევრ სეკონა. წინა კვარტალში MSP-ს 4.3%-იანი ზრდა ჰქონდა. როგორ შეაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას? ფიქრობ, რომ ის ძალიან ძლიერია და სავარაუდოდ კიდევ უფრო აჩქარდება. და მარი უბრალოდ ვნაოსთ ეს 4.3%-იანი მშპ კერძო სექტორის მშპ იყო. ანუ ფაქტობრივად ფისკალური შეკვეცის შემდეგ. ასე რომ რეალური მაჩვენებელი იყო 4.7. თავრობამ 0.4-ით შეამწირა, ამიტომ საბოლოოდ მივიღეთ 0.3. ეს არის სუფთა კერძო სექტორის მშპ და პრეზიდენტ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა, საგადასახადო შეთანხმებები, სავაჭრო შეთანხმებები და დერეგულაცია. დერეგულაცია, რომელიც ჩემი აზრით ალბათ ყველაზე ძლიერი ნაწილია, ახლა იწყებს რეალურად ამოქმედებას. ასე რომ გვაქვს საგადასახადო შეთანხმება, ერთი დიდი ლამაზი კანონი, რომელიც 4 ივლისს მიიღეს, რაც არავის ჯეროდა რომ შესაძლებელი იქნებოდა. და ის შეიცავს სრულ ამორტიზაციას ამერიკული კომპანიებისთვის, აღჭურვილობაზე, ქარხნებზე, აგრარული ნაგებობებისთვის. მეორე მხრივ ამერიკელი მუშაკებისთვის პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკებია არანაირი გადასახადი ჩაისთვის, არანაირი გადასახადი ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის, არანაირი გადასახადი სოციალური უზრუნველყოფის პროცენტების ჩამოწერაზე. ავტოსესხები თუ ამერიკულ მანქანას კიდლობთ. ასე რომ ხედავთ ამ შესანიშნავ ბალანს ინდუსტრიულ ამერიკასა და ჩვეულებრივ ამერიკას შორის. ასევე ვარ IRS-ის კომისარი და არ შეგვიძლია დაქვითვის ინსტრუქციები. როგორც კომისარი, ხედავ რომ წლის პირველ კვარტალში ამერიკელ მუშაკებს ძალიან სოლიდური საგადასახადო დაბრუნებები ექნებათ. ისინი შეცვლიან თავიანთ დაქვითვას, რეალურ შემოსავლებში მატებას იგრძნობენ. დახარჯვადობის გამო ASS-ში ვხედავთ კაპიტალური ინვესტიციების 12-დან 14%-იანი ზრდას და ისტორიულად არასდროს ყოფილა კაპექსის ბუმი დასაქმების ზრდის გარეშე. დიახ, გვაქვს როგორც კაპექსის ბუმი, ასევე პროდუქტიულობის ბუმიც. ფოროცა 7% ბევრად უკეთესია, ვიდრე ბევრს გასულ წელს ეგონა. ელით თუ არა, რომ ეკონომიკა ერთ მომენტში 5%-აც მიაღწევს. ხოლო ატლანტას ფედერალური რეზერვის მიმდინარე GDP-ს მაჩვენებელი, რომელიც საკმაოდ არასტაბილურია, ახლა 5.3 აჩვენებს, რადგან გახსოვდეთ, მეოთხე კვარტლის GDP-ში შუმერის შატდაუნით შედიოდა. ამიტომ ამ მაჩვენებლის ნაწილი პირველ კვარტალში გადაიცემს. ასე რომ ველოდები რომ შეიძლება 3%-ზე ბევრად მაღლა ვიყოთ და ინფლაციაც შემცირდება. როგორც თქვით, პროდუქტიულობა ძალიან მაღალია და გვაქვს როგორც გაზომილი, ასევე დაკვირვებული ინფლაცია. და დაკვირვებული ინფლაციის მიხედვით ვფიქრობ, უკვე ვხედავთ რომ ფასები შემცირებულია. და ეს აისახება როგორც სამომხმარებლო ფასების ინდექსში CPI, ასევე პირადი მოხმარების ხარჯების ინდექსში PCE, რომელსაც ფედი აკვირდება. კარგი შენიშვნაა, რადგან ჯერ კიდევ არსებობს აღქმა, რომ ფასები ისევ მაღალია. ფასები მართლმსმენელია. ბაიდენის ადმინისტრაცია ნამდვილი კატასტროფა იყო ამერიკელი მუშაკებისთვის. ფასების დონე 21, 22, 23%-ით გაიზარდა. მაგრამ ჩვენს მეგობარს, ჯეისონ ტრინარტს, სტრატეგს, აქვს რაღაც, რასაც ეწოდება საერთო ადამიანის ინდექსი. და ეს გულისხმობს იმას, რას ყიდულობენ ამერიკელი მუშები. ანუ საზუსტო კალათა, დაზღვევა, ქირა, ავტომობილის გადახდები. და ეს მაჩვენებელი 30-იან წლებზე ამით. ძალიან რთულია, ენერგიის გარდა. პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკით ბავშვო ბურღე შეძლო ბენზინის ფასების დაწევა. ბევრ შტატში ბენზინის ფასი $2-ზე დაბანია. ეროვნული საშუალო $3 დაბანით. თუნდაც კალიფორნიის გამონაკლისი ჩავთვალოთ, მაინც შეგვიძლია დავწიოთ ეს მაჩვენებელი. და ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ, რომ ფასები დავცილოთ. ხელმისაწვდომობა ორი ნაწილია. ხელმისაწვდომობა ნიშნავს ფასის დონეს, მაგრამ ასევე რეალურ შემოსავალსაც. რეალური შემოსავლები ყოველთვე იზრდებოდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში. და როგორც თქვი, ვფიქრობ, წელს რეალური შემოსავლებისთვის დიდი წელი იქნება. თქვენი თქმით, საგადასახადო დაბრუნებისას $1000-ზეა საუბარი, რასაც ხალხი მიიღებს? შესაძლოა სამუშაო ოჯახებისთვის თითოეულ ხელფასის მიმღებზე თითოეულზე $1000-მდე მივიღოთ. კარგი. თქვენ თქვით, რომ ფასები ისევ იკლებს, მაგრამ ჯერ კიდევ მაღალია. პრეზიდენტმა ბოლო 100 დღეში ბევრი რამ გამოაცხადა მთელი სია ინიციატივებისა. მინდა რომ ამ საკითხებზე დეტალურად ისაუბროთ და აგვიხსნათ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, რადგან მან დიდი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის აკრძალვა დააძესა. ერთოჯახიანი სახლების შეძენაზე.
მან მოითხოვა 200 მილიარდი დოლარის იპოთეკური ფასიან ქაღალდების შეძენა და შემოიტანა წინადადება საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთზე 10%-იანი სხვარის დაწესების შესახებ. ვიცით, რომ საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთები ყოველთვის იზრდება. ზოგ შემთხვევაში 28%-მდე, 30%-მდე ადის. ეს, რა თქმა უნდა, ბანკის შემოსავალზე იმოქმედებს. ასევე მიანიშნა რაღაც 401K-ებზე, რომ შეძლებდით თქვენი 401K-დან თანხის ამოღება სახლის შესაძენად. განკვეთარეთ ამ საკითხებში დეტალურად. რატომ არის ეს ყველაფერი ასე მნიშვნელოვანი? თქვენი აზრით რდნისთვის და ფასების შეკავებისთვის. კარგი, მოდი თავიდან დავიწყოთ. აკრძალვა შეეხო ინსტიტუციების მიერ სახლებისა და იპოთეკური ქაღალდების შეძენას. დიახ, ასე რომ აკრძალვა ინსტიტუციური ინვესტორებისთვის ერთოჯახიან სახლებში, მათთვის ვინც ამერიკელი არ არის. ამერიკაში დიდი ფინანსური კრიზისის წინ ინსტიტუციური ინვესტორები ერთოჯახიან ბაზარში არ მონაწილეობდნენ. ფინანსური კრიზისის შემდეგ კი ინსტიტუციურმა ინვესტორებმა მასიურად დაიწყეს შესყიდვები ერთოჯახიან სახლებში და ამას დღემდე აგრძელებ. აქ არათანაბარი საგადასახადო არბიტრაჟი. შემდეგ მე გვაქვს იკუთეტა. ჩვენ შეგვიძლია იპოთეკის თანხის ჩამოწერა. ინსტიტუციურ ინვესტორებს შეუძლიათ ჩამოიწერონ სესხის თანხაც, მაგრამ ასევე ყველა რემონტის ხარჯი და ამორტიზაციაც. ამიტომ ვფიქრობთ, რომ კარგი იდეაა ისინი ბაზრიდან გავიდნენ. რაღაც ეტაპზე მივცემთ რეკომენდაციებს, რომ გავსაზღვროთ, ვინ არის ეგრეთ წოდებული მამა-დედა ინვესტორი. ეს არის ადამიანი, მაგალითად, თქვენი მშობლები, რომლებმაც პენსიისთვის იყიდეს 5, 10, 12 სახლი. ასეთებს ბაზრიდან გაძვება არ გვინდა. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ყველა დანარჩენი გავიდეს ბაზრიდან. და აქ მნიშვნელოვანია, რომ გაიგონებთ დეზინფორმაციას, თითქოს ინსტიტუციური ინვესტორები მხოლოდ 1, 2, 3%-ია. ეს მართალია. 35-ან 40 წელია ბაზრებზე ვარ და ვიცი, რომ ბაზრები სწორედ სხვარზე იქნება. ინსტიტუციური ინვესტორების წილი ბევრად უფრო მაღალია ისეთ სწრაფად მზარდ ბაზრებში, როგორიც შარლოტა, ატლანტა, ჰანცვილი, ალაბამა. ასე რომ მათ ეს უკვე გააკეთეს. რაც შეეხება ფენი მეის და ფრედი მაკს, რომ იყიდონ MBS-ები. იპოთეკური სესხები ორ ნაწილად იყოფა. ეს არის 10 წლიანი ობლიგაციების შემოსავალი და სხვაობა იპოთეკურ სესხებსა და 10 წლიან შემოსავალს შორის. ამ ყველაფრის მიზანი სწორედ ამ სხვაობის შემცირებაა. კარგი. სავარაუდოდ საკრედიტო ბარათებზე საპროცენტო განაკვეთის ხვარი ბანკების შემოსავალს 5-დან 18%-მდე შეამცირებს. რას ფიქრობთ ამაზე? წელს ბევრი რამ კარაპითეთ. ბანკების აქციები ახალ მაქსიმუმზეა. ჩემი პოზიციიდან FSOC-ში, ფინანსური სტაბილურობის ზედამხედველობის საბჭოში და სამბანკის რეგულატორთან, ფედერალური რეზერვი, OCC, FDIC, ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ბანკების დერეგულირებისთვის, ან მათი შემოსავლების გასაზრდელად. შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. რაც თავარია, ეს მათ სესხების გაცემის შესაძლებლობასაც გაუწრდის. ოლივერ ვაიმანის მონაცემებით, არა ჩემი, დამატებითი სესხების გაცემის შესაძლებლობა 2.5 ტრილიონს შეადგენს. მეორე საკითხი, რომელიც ამ ადმინისტრაციისა და პირადად ჩემი ყურადღების ცენტრშია, არის მცირე და სათემო ბანკები. რადგან რა მოხდა დიდი ფინანსური კრიზისის შემდეგ დოდ-ფრენკის ყველა რეგულაციით. ქონდა ბანკები, რომლებიც ძალიან დიდები იყვნენ, რომ დაენგრიათ, მაგრამ მცირე ბანკებისთვის კი ისინი ძალიან პატარა იყვნენ, რომ წარმატებას მიაღწიათ. ამ რეგულაციური ქაოსის შედეგად ჩვენ დავკარგეთ მცირე და სათემო ბანკების 50%-ზე მეტ. სწორედ ეს ბანკები უზრუნველყოფენ მცირე ბიზნესის, უზრავი ქონების და აგრარული სესხების გაცემას. ამიტომ ვცდილობთ ეს ყველაფერი დავაბრუნოთ. დიახ, ეს ძალიან კარგი შენიშვნაა, რადგან ფერმერებს ნამდვილად სჭირდებათ ამ მცირე სათემო ბანკების სესხები. მოусმინეთ, ბატონო მინისტრო, მინდა თქვენი საერთო შეფასება მოვისმინო იმაზე, რაც აქამდე გააკეთეთ. რადგან პრეზიდენტი გასულ წელს ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტთან ერთად დავსხედით და ვკითხე, როგორი უნდა იყოს ეკონომიკა 4 წლის შემდეგ, როცა მისი ვადა დასრულდება. და მან ძალიან მყაფიოდ თქვა. მან თქვა, რომ უნდა კერძო ბიზნესი იყოს თავარი მამოძრავებელი ზალა. 1 წლის შემდეგ თქვენ შეიძინეთ 10%-იანი წილი ინდელში. თქვენ წილი იყიდათ ემპრიშიც. ვიცი, რომ ეს საკითხები ეროვნული უსაცხოების თემებია. და რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა თავდაცვის კონტრაქტორებს უთხრა, რომ არ გადაიხადოთ დივიდენდები, არ გამოისხიდოთ თქვენი აქციები. თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ ქვეყნის საჭიროებები იარაღის წარმოების კუთხით. რას უპასუხებდით იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ აი აქ არის ეგრეთ წოდებული კაპიტალისტი პრეზიდენტი და ფინანსა მინისტრი, მაგრამ მაინც კერძო ბიზნესი არ მართავს ყველაფერს. პრეზიდენტი თავდაცვის კონტრაქტორებს ეუბნება, რა გააკეთონ და თქვენ ცდილებს ყიდულობთ ამ კომპანიებში. რამდენიმე რამ, მარია.
ვფიქრობ, ერთადერთი კარგი რამ, რაც COVID-მა მოიტანა. იყო ის, რომ ეს იყო ერთგვარი საცდელი პერიოდი იმისთვის, რომ გვენახა, რა მოხდებოდა თუ ჩვენი მიწოდების ჯაჭვები კინეტიკ ომის გამო დაირღვეოდა. ჩვენ დავინახეთ, რომ არის 5, 6, 7 ძირითადი ინდუსტრია, რომლებიც აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ, ყველაფერი, რაც თქვით, იშვიათი მიწის მაგნიტები, უნდა გამოვიდეთ ჩინეთის გავლენიდან. სემიკონდუქტორები, ვითხოვდი, რომ ყველაზე. სოფლიო ეკონომიკისთვის ყველაზე დიდი საფრთხე, ყველაზე სუსტი წერტილი, არის ის, რომ მაღალი ხარისხის ჩიპების 99% ტაივანში იწარმოება. თუ ის კუნძული ბლოკადაში აღმოჩნდება, ან მისი წარმოების შესაძლებლობა განადგურდება, ეს ეკონომიკური აპოკალიფსი იქნება. ამიტომ ჩვენ ვაბრუნებთ სემიკონდუქტორების ინდუსტრიას შეერთებულ შტატებში. რაც შეეხება თავდაცვის კონტრაქტორებს, ისინი არაფრით განსხვავდებიან სისტემურად მნიშვნელოვან ბიზნესმენებისგან. ბანკები. ისინი არსებობენ, ზუსტად ისე, როგორც სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკები, რადგან აქვთ ფედერალური სარეზერვო სისტემის მხარდაჭერა და რეგულაციები. და ამ თავდაცვის კონტრაქტორებმა ამერიკელი ხალხი იმედგაცრუებული დატოვეს. მათ ამერიკელი ხალხი იმედგაცრუებული დატოვეს. ისინი 5, 6, 7 წლით ჩამორჩებიან თავიანთი კონტრაქტების შესრულებაში. და ისინი არსებობენ მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს აშნავს ომის დეპარტამენტი. ამიტომ არ ფიქრობ, რომ არაგონივრულია მათთვის იმის თქმა, რომ შემდგომი შეტყობინებამდე მეტი ქარხანა უნდა ააშენონ და ნაკლები აქციები გამოისყიდონ. და სხვათა შორის მარია, ამ დირექტორები წელიწადში 30 მილიონს, 50 მილიონს იღებენ იმისთვის, რომ ამერიკელ ხალხს ვერ ასრულებენ ვალდებულებებს. ასე რომ აქ არანაირ წინააღმდეგობას ვერ ხედავ. და როგორც თქვენ თქვით, თქვენ სიაში ყველაფერი ეროვნული თავდაცვაა. ამიტომ, როცა ისინი მიაღწევენ ნორმალიზებულ დაგროვების დონეს, არ ვიცი, იქნება ეს 2 წელი, 3 წელი, მერე შეგვიძლია ვისაუბროთ ამ შეზღუდვების მოხსნაზე. ანუ იმას ამბობთ, რომ სურთ კერძო სექტორმა ითამაშოს მთავარი როლი, მაგრამ როცა საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, თავრობა იქნება აქციონერი. და კიდევ, ამ ყველაფრის დიდი ნაწილი არც კი არის კერთევ. იცით, ჩვენ ნახეთ რა ხდება, როცა თავისუფალი ბაზრები რაღაცნაირად რაბეხილია. რადგან რა ხდება კრიტიკულ მინერალებთან, რომლებსაც რამდენიმე კომპანია ცდილობდა წარმოეჩინა. კრიტიკული მინერალები, ობიექტები აშშ-ში. და ჩინელები მოდიან უფრო დაბალი ფასით, მათზე იაფათყიდიან და მერე ეს კომპანიები გაკოტრდებიან. ამიტომ ჩვენ დავნერგავთ სისტემას, ფასის მინიმუმს და მაქსიმუმს. და როცა მულტილატერალიზმსა და აშშ-ზე საუბრობთ, უძღვები ამ პროცესს, სულ ახლახანს, გასულ ორშაბათს, ფინანსთა სამინისტროში მასპინძლობა გაუწიე G7++, ანუ G7 plus ავსტრალია plus ინდოეთი plus მექსიკა plus სამხრეთ კორეა. და ჩვენ სუპერ სწრაფად მუშაობთ კრიტიკული მინერალების ბლოკის შესაქმნელად, სადაც შეგვეძლება მათი მოპოვება, გადამუშავება და დახვეწა. და ჩინეთს აღარ ექნება ეს მახვილი ჩვენს თავზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანში იქნება შეერთებული შტატები რეალურად? დამოუკიდებელია მინერალების გადამუშავების მხრივ, დამოუკიდებელი ნავთობის მხრივ და ასე შემდეგ. ვგულისხმობ, ვიცი, რომ ისედაც ყველაზე დიდი მწარმოებელია, მაგრამ ელით ამას წელს, მომავალ წელს, რა არის თქვენი დროის ჩარჩო აშშ-ისთვის, რომ აღარ იყოს დამოკიდებული ჩინეთზე ამ საკითხში? კი, ენერგიის მხრივ რაც თქმა უნდა. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ. ჩვენ ენერგეტიკული სუპერძალა ვართ და ვითხოვდი, რომ 18-დან 24 თვემდეა საჭირო. დაახლოებით 2 თვის წინ ჩავედი ჩემს მშობლიურ შტატში, სამხრეთ კაროლინაში. და სამხრეთ კაროლინაში პირველად 25 წლის განმავლობაში გამოჩნდა მწარმოებელი, რომელმაც იშვიათი მიწის მაგნიტები დაამზადა. ასე რომ ისინი უკვე იწყებენ მიწოდების ჯაჭვიდან გამოსვლას. ისინი ფიქრობენ, რომ 2 წელიწადში შეძლებენ ASS-თვის იშვიათი მიწის მაგნიტების საჭიროებების უმეტესობის დაკმაყოფილებას. და ჩვენ ასევე გვინდა, რომ ჩვენს მოკავშირეებსაც დავეხმაროთ, რადგან მიწოდების ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია. რა სიტყვით სანქციებზე? ესეც ერთ-ერთი საკითხია, რაზეც თქვენ მუშაობდით, რა თქმა უნდა. რას გეგმავთ ირანის მიმართულებით და რა დავლენას ელითიქ? სანქციები რეალურად მუშაობს? და იდივე კითხვა 500%-იან მეორად სანქციებსა თუ ტარიფებზე, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთიდან ენერგოპროდუქტებს ყიდულობენ. კარგი, აქ 2 სათიჩია. არსებობს ხაზინის სანქცია. და თუ გადახედავთ სიტყვას, რომელიც ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში გავაკეთე გასულ მარტს, იქ ვთქვი, რომ ჯეროდა ირანის ვალუტა კოლაფსის ზღვარზე იყო და რომ ირანის მოქალაქე რომ ყოფილიყავი, ჩემს ფულს გამოვიტანდი იქიდან. პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზინის დეპარტამენტს და ჩვენს OFAC-ს, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისს
ირანზე მაქსიმალური ზეწოლის განხორციელება დაავალა. ირანზე მაქსიმალური ზეწოლის განხორციელება და მისი საქმიანობის შეჩერება იყო მიზანი, რადგან დეკემბერში მათი ეკონომიკა ჩამოიშალა. ჩვენ ვიხილეთ, როგორ გააკოტრდა ერთ-ერთი მთავარი ბანკი. ცენტრალურმა ბანკმა ფულის ბეძმობა იწვა. დოლარის დეფიციტია. ისინი ვერ ახერხებენ იმპორტის მიღებას და სწორედ ამიტომ გამოვიდნენ ხალხი ქუჩაში. ასე რომ ეს ეკონომიკური სახელმწიფო კრახია. სროლა არ ყოფინა და ამ ეტაპზე აქ ყველაფერი საოცრად და ძალიან პოზიტიურად ვითარდება. რაც შეეხება რუსული ნავთობის მყიდველებზე დაწესებულ 500%-იან ტარიფებს. ეს არის სენატორ გრემის წინადადება, რომელიც ახლა სენატის წინაშეა და ვნახავთ მიიღებენ თუ არა მას. ჩვენ არ ვჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპს ამისთვის დამატებითი უფლებამოსილება სჭირდება, რადგან მას ეს უკვე შეუძლია EAPA-ს ფარგლებში, მაგრამ სენატი მაინც სურს მისთვის ამ უფლებამოსილების მინიჭება. და რომ ზუსტად განმარტოთ, ევროპა კვლავ ყიდულობს რუსულ ნავთობს. ჯერ კიდე 4 წლის შემდეგაც კი ისინი საკუთარ თავზე ომს აფინანსებენ. ინდოეთმა რუსული ნავთობის ყიდვა კონფლიქტის დაწყების შემდეგ დაიწყო, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა მათზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. და ინდოეთმა შეამცირა ეს მოცულობა და რუსული ნავთობის ყიდვა შეწყვიტა. მესამე, ჩინეთი ძალიან დიდი მყიდველია რუსული ნავთობის, ისევე როგორც ირანული ნავთობის. ისევე როგორც ადრე იყო ვენესუელის ნავთობთან დაკავშირებული, მაგრამ გამოიცანი რა მაია. ვენესუელის ნავთობი მათთვის აღარ არის. მას ჩინეთს იგივე მოპყრობას გაუწევდით როგორც სხვებს, რუსული ნავთობის ყიდვასთან დაკავშირებით ტარიფებისა და სანქციების თვალსაზრისით. კარგი, ვნახოთ რა მოხდება ამ სენატის კანონპროექტთან დაკავშირებით და ირანულ ნავთობთან დაკავშირებით. ეს პრეზიდენტ ტრამპზე იქნება დამოკიდებული. ბატონო მდივნო, რა სიტყოდით ხელოვნურ ინტელექტზე და იმ იდეაზე, რომ AI-ის ეფექტიანობა სავარაუდოდ სამუშაო ადგილებს გაანადგურებს. ბევრი ადამიანი სამუშაო ადგილზეა შეშკოტებული. გაქვს თუ არა აშისეს? მთავრობას ამჟამად გეგმა სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. იმ პირობებში, როცა AI-ის ეფექტიანობა სამუშაოებს ანადგურებს, მარიამ, ჩვენ ვხედავთ რეკორდულ რაოდენობას ქარხნების მშენებლობის დაწყების მხრივ. სწორედ ამიტომ სურს პრეზიდენტ ტრამპს ASHS-ში ამ ზუსტი სამუშაოების დაბრუნება. და ისტორიულად პროდუქტიულობის ყოველი ბუმი სამუშაო ადგილების ზრდას იწვევს. ახლა შეიძლება თუ არა ხალხთან დაკავშირებით გარკვეული წინ დაუტანსლა. პროფესიის შეცვლა ვერ ვიხსენებ რა დომელია. შეიძლება შენი წინ დღევანდელი პროფესიების 50-60% 30 წლის წინ არ არსებობდა. კარგი. ეს დიდი რიცხვია. მოდის, ეს დიდი რიცხვია, მაგრამ ჩვენ ამას ძალიან კარგად ვაცნობიერებთ. ჯერ ეს ციფრებში არ გვინახავს. ვფიქრობ, ეს შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს იმასთან შედარებით, რაც ჩინეთის შოკის დროს ნახეთ. ჩინეთის შოკი მუშათა კლასის ფენომენი იყო. ჩემი ვარაუდით AI-ის შოკი შეიძლება ოფისის თანამშრომლების ფენომენი იყოს. დაველოდოთ და ვნახოთ. ბატონო მდივნო, სანამ დავასრულებ, ცოტა ხნის წინ თქვით, რომ ბაზრებთან მთელი კარიერის განმავლობაში გიმუშავიეთ. როგორ ფიქრობთ დღეს როგორია ბაზები? გულისხმობ იმას, რომ ბაზარი პრეზიდენტის პოლიტიკაზე რეაგირებს და იზრდება. დღეს რა თქმა უნდა ვხედავთ ვარდნას, მაგრამ ფიქრობთ, რომ ბაზრები სწორად აფასებენ პრეზიდენტის პოლიტიკაზე რეაგირებას? დავოსის ამ შეხვედრის წინ ცდილობ რომ არ გავაკეთო მოკლევადიანი პროგნოზები და თუ ბაზრებში რაიმე წარმატება მქონდა, სწორედ ამით იყო გამოწვეული. მაგრამ შემიძლია გითხრათ რა იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო. არ მაქვს დრო რომ ბაზრებს ძალიან ახლოდან ვადევნო თვალი, მაგრამ რამდენადაც შემიძლია. შარშან წინ ყველა ამბობდა, რომ ეს მხოლოდ მაგ 7 იყო, 7 აქცია და ეს არ იყო ჯანსაღი. ახლა ხედავთ, რომ ბაზარი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. რასელის ინდექსი, მცირე კაპიტალიზაციის აქციები უკეთესად გამოვიდა. S&P-ის თანაბარი წონის ინდექსმა საჯობა. და მე ჯინათ ვფიქრობ, რომ ეს ეკონომიკურ აღდგენაზე მიუთითებს. ეს ყველა სექტორს იჭანს. ჩვენი მეგობარი ედ ხაიმანი ISI-დან ატარებს ამ კორპორატიულ გამოკითხვებს. კორპორატიული გამოკითხვების შედეგები ყველაზე მაღალია 2022 წლის ივნისის შემდეგ. და ვფიქრობ, რომ ამას უკვე ყველა ბაზრის სექტორში ვხედავთ. და ბაზარი ეკონომიკას მიჰყვება. და კიდე ერთხელ უბრალოდ ვფიქრობ, რომ ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ადგილი გვაქვს. მოდით ააშენეთ თქვენი ქარხანა. გაქვთ საგადასახადო სტაბილურობა, რეგულაციების სტაბილურობა და ენერგეტიკული სტაბილურობა. და რა თქმა უნდა დერებროცია. და ეს იყო ერთი საკითხი, რომელიც მინდოდა აღნიშნო, სანამ დავასრულებთ, რომ მარიო დრაგიმ 2 წლის წინ დაწერა ანგარიში რეგულაციებზე ევროპაში.
დაიც ფაქტი, რომ ევროპაში ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანია Novo Nordisk ეს ოზემბიკის გამოა. დაახლოებით 400 მილიარდი დოლარიან ასე. და ახლა ხამდახეთ, რომ Nvidia-მ შეერთებულ შტატებში $5 ტრილიონ მიაღწილა. კარგი, აშკარაა, მარია, რომ ინოვაცია ცვლილება და ადაპტაციის უნარი ამერიკაშია. აშშ არის ინოვაციების დედაქალაქი მსოფლიოში. არ ფიქრობ პროგრამის შეცვლის ამას. სხვა შეხვედრაზე ბიზნეს ლიდერებმა მკითხეს, რა რჩევას მისცემდი. ევროპას და უთხარი, რომ დრაგის ანგარიშის პრაქტიკაში დანერგვას დავიწყებდი, რადგან ევროკავშირს ბიუროკრატიის შემცირება უნდა მოეხდინა, მაგრამ პირიქით, ეს ალგორითმულად გაიზარდა. ეს ასეა. როცა ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებს ვესაუბრები, მეუბნებიან, რომ ჩინეთში ბიზნესის კეთება უფრო მარტივია, ვიდრე ევროკავშირში. Wow. ეს კარგი სტატისტიკა ნამდვილად არ არის. რამდენიმე დღის წინ ერთმა ევროპელმა ბიზნესმენმა მომაკითხა და მითხრა: ბატონო ბესად, 3 დღე დამჭირდათ ეს სახში და თქვენთან შეხვედრის დასაგეგმად. 80 დღე დამჭირდა ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის დასაგეგმად, მაშინ როცა ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებლები ვართ. ასე რომ აქ სულ სხვა მიდგომაა და ვფიქრობ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. ის უნდა შეიცვალოს ზდაზე ორიენტირებულ მენტალიტეტად და სწორედ ეს არის პრეზიდენტ ტრამპის მოწვევა. ჩვენ ვზრდით ეკონომიკას, ვამცირებთ რეგულაციებს და მოდით შემოგვიერთდით. ასე მომავალ წელს G20-ის შეხვედრას უმასპინძლებს და ფინანსურ მიმართულებაზე ჩვენ გამოავლინეთ ყველაზე დიდი საფინანსო რისკი. ეს არის ზრდის ნაკლებობა. კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდგომ პერიოდში აბსოლუტურად ყველა ქვეყნის თავრობის სახელმწიფო ბიუჯეტები კატასტროფულად გაიზარდა და ამჟამად ჩვენს წინაშე დაგროვილია უზარმაზარი სახელმწიფო ვალი. არსებობს ორი გზა. ბატონო მდივნა, დიდი მადლობა. მადლობთ. მადლობა გადავხადოთ ჩვენ სახელმწიფო მდივანს. ცოტა გაუჭირდა ხელოვნურ ინტელექტს ეთყობა ტერმინოლოგიის გამო, მაგრამ აზრის გამოტანა მაინც შეეცდება და ჩვენ ვეცდებით კიდევ უფრო დავხვეწოთ და მოგაწოდოთ სხვა პირდაპირი ნათარგმნი ყოველგვარი ინტერპრეტაციის და განხილვის გარეშე. თქვენ თვითონ განსაჯეთ, თქვენ თვითონ მოისმინეთ, თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნები. დროებით მომავალ შეხვედრამდე. Dario Radio, მუდამ კარგი დავია.